თუ დავაკვირდებით ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენები ჩვენზე ბევრად უფრო ღრმა კვალს ტოვებენ და დიდ გავლენას ახდენენ ვიდრე პოზიტიური. როცა პოზიტიურია ყველაფერი თითქოს ასეც უნდა იყოს. ცხოვრება არ არსებობს რთული სიტუაციების გარეშე, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ტკივილი, ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც შემდეგ უხასიათობაში გადადის, მერე ეს უხასიათობა უკვე ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს და რაღაცა ჯაჭვი იქმნება. და დღეს ჩვენ სწორედ ვისაუბრებთ თემაზე, როგორ გავუმკლავდეთ აი ამ გამოწვევებს, სირთულეებს, ნეგატივს და არის დავიტანჯოთ მთელი ცხოვრება, ხო? აი ამ პერიოდების გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აი ამ რჩევებით გვყავს დღეს შერჩეული არაჩვეულებრივი სტუმარი, ქალბატონი ლალი ბადრიძე, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი და ძალიან მიხარია რომ გხედავთ, ჩემო ძვირფასო. მეც. ლალი. აი როგორ გაუმკლავდეთ რაღაცა ცუდი ხდება და ბევრს აქვს ოშის მიდრეკილება რომ უტრირება გაუკეთოს და კიდევ უფრო ცუდად იგრძნოს თავი და რა უნდა ვქნათ ამ დროს სინამდვილეში? ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ხდება ისეთი, რომელიც გამყავებას გვიჭერს ხოლმე. ხა წეგამ საუბრობდით მე და შენ და პირდაპირ სხეულზე აისახება ხოლმე, ხო? და ფსიქოსომატიკა ძირითადად მოდის მაქედან, როცა რაღაცას ვერ უმკლავდები, ცუდად ხდები, ზოგჯერ თავის ტკივილი მაქვს, სხეულებრივი უძულურობა მაქვს, ჩვენმა სხეულმა ზუსტად იცის რეაქცია როგორ ნახე სტრესი რა არის სტრესი არის მოქმედება რაღაცა პრობლემაზე აი როცა რეაქცია ხო აი როცა ჩვენ გვჭირდება რომ შევიცვალოთ მდგომარეობა და რა არის ამ დროს ან გავიქცე ან შევეგუო და ეხლა ისეთი სიტუაცია უკვე რომ ნახე ადრე იყო ან გაიქცეოდი ან შეებრძოლებოდი ხო უფრო სწორედ შეგუება ეხა ამ დრო მოიტანა რა რომ რაღაცნაირად ამ სტრესს მოერგო ეხლა უფროსთან მოგივიდა კამათი ხო ბანკის ვალიდე ხო რა შეგუო თუ შეებრძოლო ხო და იცი რა შეგუო ცოტა ისეთ სიტყვა იქნებ რაღაცნაირად სხვანაირად მიუდგე იმიტომ რომ გაიქცევი და ბანკი დაგახჭობს ზუსტად და ძალიან რთული განებდები კიდე და ნუ ძალიან ცუდად ხარ ხო? ამიტომ რაღაცა მესამე გზა უნდა გამოვნახო და რა არის ეს მესამე გზა? ზუსტად მაგაზე ლაპარაკობთ ხო? ამ რთული სიტუაციის დროს რა გავაკეთო, რომ არც გავიქცე და არც წავიქცე. და ამის გადამუშავების ბევრი გზა არსებობს. არის ასეთი მაგალითად, სხეულებრივი გადამუშავება, როცა რაღაც პრობლემა მაქვს, ხო? ფიზიკური აქტივობა, სირბილი, ვარჯიში, ცურვა, ანუ შენ წერანთხი უკაცრავად ჩაგეკითხები, რომ აი სხეული განასახიერებს შინაგან მდგომარეობას, მაგრამ ეხლა ჩვენ რო უყურებდით მაშინავს ვთქვით, ხო, ბეგლარ სოხაძეს. აი მოძრაობებით შეიძლება მან თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ასეთი უკულ რეაქცია შეიძლება. იცი რა აღმოაჩინეს, არის ეს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი ვილჰემ რაიხი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ არსებობს ჯავშანი, სხეულებრივი ჯავშანი, კუნთობრივი ჯავშანი. ნახე, როცა ჩვენ ცუდ ხასიათზე ვართ, ხო? გვეცვლება სახე, გვეცვლება გარეგნობა, ესე მოღუშულები ვართ, ესე. რა დაგემართაო? ხო, ადამიანს ეთყობა ქუჩაში რომ მოდის ესეთი რაღაცნაირი მოგზული თვალები დაბლა, დახრილი და დაფიქრდა რომ კაცო, გასაგებია ხა ცუდად ხდები, ჩემი გონება ამას გაიაზრებს, აზრი გადააწოდებს სხეულს და ეს სხეული იღებს ამ მდგომარეობას და პირიქით რომ მოვიქცეთო რა იქნებაო. აი რომ გავიმართო, გავიღიმო, თავი მაღლა ავწიო, გავიღიმო, აღმოჩნდა რომ იგივე რეაქცია პირიქით მიდის. და მიდის მერე ტვინში რომ კარგად ვარ. ხო და ვეცადოთ რომ აი გავიმართოთ ეს სხეულის მდგომარეობა შევიცვალოთ, ვარჯიშის დროს განსაკუთრებით ძალიან მოდის ეს ენერგია და ცulis ეს იმ სიტუაცია. ანუ ძალიან მჭიდრო კავშირია გარეგნობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ეს სხეულებრივი გადამუშავება, ხო? მეორე, რასაც ვაკეთებთ ქალები უმეტეს შემთხვევაში, გაზიარება. გაუზიარო მეგობარს, ახლობელს, თუნდაც ტელეფონზე დაურეკო, მოუყვე. ფსიქოთერაპევტი, ყველას რო პირადი ფსიქოთერაპევტი ყავს. მესამე ეს არის ემოციური გამოხატულება, როცა ვიყვირო, ვიტირო, ვიწივლო, დავანგრიო, დავამწყრიო, რა ვიცი. რაც მინდა. ეგ არ ვიცი, რამდენად შველი. იცი რა, გააჩნია ადამიანს, ყველას თავისი გზა აქვს. აი ხაც რო ვიკითხოთ აქ სტუდიაში, რომ აი რას აკეთებ, როცა რთულ სიტუაციაში ხარ, ყველას თავისი აქვს, აბსოლუტურად, ხო? ვიღაცას გაზიარება აქვს, ვიღაცას ესი აქვს გამოხატული. თავისთან ჩაკეტვა შეიძლება, განმარტოება. ძილიც არის, ძილი სხეულებრივია პრინციპში. არის შემოქმედებითი გადამუშავება, ვიღაცა მღერის სუბლიმაცია რო ქვია, ხო? რაღაცაში სუბლიმაცია ქვია ყველაფერს. ერთი ემოციის მეორე ემოციად გარდაქმნას ქვია სუბლიმაცია. როცა იცვლის მდგომარეობას და ზუსტად ეგ შეიძლება მოხდეს, ხო? დავხატო, რა ვიცი, ვიცეყო, ვიმღერო,
და ნებისმიერი წერო, ლექსები, რა ვიკითხო. მოგეთათ პოზიტიური გამოსავალი ვიპოვო. რა თქმა უნდა. თუ ვერ ვიპოვე, შეუძლია მართლა დაავადებამდე მივიყვანოს ამ ყველაფერს ადამიანი. დეპრესიას რა იწვევს. და დეპრესიაში როცა ორგანულ დაავადებამდე მართალია რომ დაავადებამდეც მივდივართ, რა თქმა უნდა. ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ ფაქტიურად ყველა დაავადებას რაღაცა წილი აუცილებლად ფსიქოსომატიკაში აქვს. ანუ იმ განცდებში, რასაც ჩვენ განვიცდით. და შეგვიძლია ბევრი რამე თავიდან ავიცილოთ, თუ სწორად მემღებლობა თუ გაგვესდება, მოკლედ, ნახე რთულ სიტუაციებზე ლაპარაკობდი, ხო? რა ვიცი, იცი ადამიანი, რომელსაც რთული სიტუაცია არ ქონია? არა. ხო, არ ვიცი, ხო? არსებობს ეგეთი. არ არსებობს. უბრალოდ ის ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს ამ სიტუაციის, ნახე, გამოყენება, აი სწავლა იმ სიტუაციიდან ფსიქოთერაპიული პატარა მოთხრობა მოგიყვე. სწორი დასკვნების გაკეთება. კი, მომდევი. და მოდის ადამიანი ქუჩაზე და ორმოა, დიდი ორმო და ჩავარდა ამ ორმოში და უიძახით. რა ვქნა ეხა, რა მეშველება, დაჯდა ამ ორმოში და ზის. ამ ორმო შეიძლება ისე მოკტეს, რომ ვერც ამოვიდეს. მეორე ადამიანი წვალობს, ცდილობს, ამოდის, მესამეს ვიღაცა ეხმარება, მოკლედ როგორც იქნა ამოდის ეს ადამიანი. გადის ახლა მეორე დღეს მოდის ისევ ამ ქუჩაზე იცის რომ ორმოა მაგრამ ფიქრობს რომ იცი რა ისე გავივლი ამ კიდეზე რომ არ ჩავვარდები გაივლის მაინც ვარდება იმ ორმოში ისევ ან ცდილობს ან არ ცდილობს ან ვიღაცა ამოიყვანს ხო ამოვიდა მოკლედ ამ ორმოდან მესამედ რომ მოდის ეს ადამიანი იცის რომ აქ ორმოა ორი ვარიანტი აქვს ან სხვა გზით წავა რომ ამ ორმოსთან არ მოხვდეს ან გადაახტება ამ ორმოს. ან თუ ძალიან უნდა ჩავარდეს მაშინ და იყოს. ხო და თუ ჩავარდება მესამეთაც, ხო, უკვე მისი ბრალია. ხო და ზუსტად ეგ არის რა, რომ ის იმ ორმოში რომ ჩავარდი, ვისწავლო როგორ მოვიქცე, ხო? გავაკეთო და იგივეა ამ რთულ სიტუაციებთან დაკავშირებითაც, რომ ან ვისწავლო და თუ ერთხელ ვიმეორებ, მეორედ, მესამედ, მაშინ რაღაცა პრობლემა მაქვს, ჯადოსნურ წრეზე დავდივარ, მოჯადოებულ წრეში ვარ და მიმართო სპეციალისტს, რომელიც დამეხმარება რომ მიახედა. ან ჩემ თავშიც ვიპოვო ძალა, ესეც შეიძლება რომ მე თვითონ სპეციალისტის გარეშე ვიპოვო ორმოდან ამოსასვლელად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტი დრო ჭირდება ხოლმე ამას და სპეციალისტის დახმარებით ეს უფრო მალე გვარდება და ზოგიერთი ადამიანი დამოუკიდებლად ამას ვერც ახერხებს და მე გართულებამდეც მივდივართ. თუმცა ძალიან ბევრი ახერხებს და გადასარევად. ლალი, მე ხარ არ მაქვს ხედულობაში ის შემთხვევა, როცა ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ რაღაც უბედურება რო დაემართება ადამიანს. ეგ არა, მაგრამ სხვა აი ზოგჯერ რო ვაზვიადებთ, აი სამსახური, მეგობარმა გიღალატა, რაღაცა ცუდად მოგექცა, აშკარად დაინახე, რომ ეს ის არ არის, რასაც ელოდი მთელი ცხოვრება შეიძლება მიხვდე, რომ რაღაცა შეცდომაში იყავი, ან შენ თვითონ შეიყვანე შენი თავი, ან რატომღაც აი მორმოსი არ იყოს, სამჯერ ჩახტი იმ მორმოში და მეოთხედ უკვე მივხვდი, რომ ეს აღარ უნდა გააკეთო. აი ამ შემთხვევაში რა დაავადებებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი თუ ამას მე ძალიან ჩავიციკლე და ჩაუღრმავდი რომ ღმერთო ეს რა მემართება და გამოსავალი არ ვნახე და დამოკიდებულება არ შევიცვალ. მართალია რომ ამბობენ რომ იქნება ინფარქტი, ინსულტი, კი არა და ონკოლოგიაც შეიძლება მან გამოიწვიოს. ონკოლოგია საერთოდ ეძახიან მოუნელებელი ჭრილობების დაავადებას, ხო? არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, აი ვამბობთ ხოლმე რომ ვაიმე ამას როგორ დაემართა ისეთი ანგელოზივით. ზუსტად ამ ანგელოზივით ადამიანებს ემართებათ, რომელიც არ გამოხატავს და იმას ყველაფერს თავის თავში იტოვებს, თავისთან და ნახე, კვლევა ჩატარდა, აი ონკოლოგიაზე გამახსენდა ძალიან საინტერესო, უფრო ხშირად ვის ემართება ონკოლოგია, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს. ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა და ვისაც აქვს შესაბამისი რელევანტური თვითშეფასება, იმ ადამიანებს ნაკლებად ემართებათ. და იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოხატვა, რომლებიც გულში არ იტოვებენ, იმათ ნაკლებად ემართებათ. ანუ უნდა ვიმუშაოთ რომ თვითშეფასების ამაღლებაზე, ხო? თვითშეფასების ამაღლებაზე. ძალიან სამოდი ამ თემაზე კიდევ ცოტა ხანი ვისაუბროთ, ეს თვითშეფასება რაოდენ მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ამბიციაჯობია დაბალ თვითშეფასებას? იცი რა, ამბიცია და თვითშეფასება არ არის ერთმანეთთან კავშირში, აბსოლუტურად. არის, ამბიცია, როცა მეტი გონია რომ შეგიძლია თვითშეფასება, როცა არ იცი რა შეგიძლია და ეჭვგეპარება შენ. არა, რეალურ თვითშეფასებაზე ვლაპარაკობდით ჩვენ და ის როცა მე ვაფასებ ჩემ თავს ისეც როგორიც მე ვარ, ეს ძალიან სწორია და ძალიან კარგია. ნახე დაბალი თვითშეფასება რა არის,
დაბალი თვითშეფასება არის, როდესაც მგონია, რომ ადამიანები უფრო მეტად მაფასებენ, ვიდრე მე ამას ვიმსახურებ და მაღალი თვითშეფასება რა არის, როდესაც მგონია, რომ მე ძალიან კაი ტიპი ვარ, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ ხვდება. ვერ მაფასებენ და მე ვიბოღმები, გაღიზიანებული ვარ და ვფიქრობ, კაცო, რატო ირმას და არა მე. ამბიციაც ეგ არის, რომ გონია, რომ ყოფილი შეგიძლია ამ დროს შეიძლება საზოგადოება ძალიან ადეკვატურია. რას იმსახურებ? მაშინ ძალიან ადეკვატურად უყურებ ყველაფერს და თუ გინდა მეც მიიღწიო, იმუშავე, განვითარდი და მიიღწიე. და ამ შემთხვევაში აი გარემოს და მეგობრებს რა შეუძლიათ ძალიან დიდი როლი აქვს გარემოს და მეგობრებს. ნახე, ზოგადად ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაზე და ადამიანის ჩამოყალიბებაზე რა თქმა უნდა გენეტიკა მოქმედებს. 10% ის განათლება ისე 40% არის ეს გარემოც, ხო? სად მოვხდი? უყურე ბეთჰოვენის მამა რო არ ყოფილიყო ის ვინც იყო, ბეთჰოვენი არ გვეყოლებოდა, ხო? შეიძლება ისე მომკვდარიყო იქ სადღაც მუსიკაზე საერთოდ არ მიეყვანათ და რამდენი ესეთი შეუმდგარი გენიოსი ყავს. იმ გენიოსს მოცარტიც რა თქმა უნდა. ხო და ნახე, გენიოსები იბადებიან ძალიან ბევრი. უბრალოდ არ იბადებიან შესაფერის გარემოში. და ისიც მაინც გამოძრებ, რამდენი წლის დურგლიშვილი გენიოსი აღმოჩნდა. კი, მაგრამ გარემოში მოხდა სადღაც, გაუმართლა. ედით პიაფი რო არ ეპოვათ, მაშინ ისე მოკვდებოდა ქუჩის მომღერალად ვერ გავიგებდით, ხო? ოჯახს და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახე, ის რომ მე მარტო მივაღწიე რომ ამბობენ ესეთი რამე არ არსებობს ცხოვრებაში. არ არსებობს აი ესეთი რომ მე არავინ არ დამხმარებია. კი არა და შეიძლება ბევრმა ხელი შემიშალა, მაგრამ რასაც მივაღწიე მე მივაღწიე. არ არსებობს. არ არსებობს. ცდარია კი ბატონო, იმიტომ რომ აუცილებლად გვჭირდება სხვა ადამიანი. არა, ადამიანი გვჭირდება, მაგრამ რომ რაღაცას მივაღწევ, თუნდაც იმ ჩვენი ნიშის გამოვლენაში. დანახვაში. დანახვაში ცოტა. არ ჩაგაჩოჭა პირიქით და ჩვენ თქვი რომ აი ხელი მკრა. შეიძლება გაძლიერებს ამ დროს, აი ზუსტადაც გინდა რომ აი გავაკეთებ. მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვისთვისაც მოტივატორი ზუსტადაც ხელისშემცვლელი ფაქტორებია. რომ აი შენ ვერ გააკეთებ, აი გაჩვენებ მე შენ თუ ვერ გააკეთებ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს განსაკუთრებით დღეს თინეიჯერებს რო შეხვედროთ, კი ხვდებით, ხო, ხედავთ, სად მოხდა ბავშვი, რატო იკლავენ ხოლმე მშობლები თავს, რომ კარგ სკოლაში მოხდეს, კარგ წრეში მოხდეს. ბავშვობაში ჩვენ დროს იყო, ეხა აღარ ასწავლენ, გასულს უსუნოყვავილი. კი, როგორ არ მახსოვს. რომ უსუნოყვავილი მოათავსეს ვარდების თაიგულში და რომ ამოიღო და უსუნა ამასაც სურნელი ჰქონდა. აი ზუსტად ეგ არის. ის გარემოც აი ესეთ გავლენას ახდენს, როგორც იმ ყვავილზე სურნელი გადადის ჩვენს. ნამდვილად ასეა. კი არა, გარემო ნამდვილად განსაზღვრავს ჩვენს ცნობიერებას, ყოფიერება, როგორც თქვენ. დიდი დოზით განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა შიგნითაც უნდა ქონდეს რაღაცა, ეხლა მთლად ცხადია. ლალიკო, იცი რა მაინტერესებს კიდევ, აი თუ არის რამე მეთოდები, აი კონკრეტული რაღაც აბარჯიშვა, რაღაც მეთოდი, რითიც აი ადამიანს, რომელსაც ნუ რაღაც ტრეტირებას უკეთებენ, რომ შენ არავინც არ ახარ, არაფერი არ ახარ, ოჯახის წევრებით ძალიან ხშირად შეიძლება სულად შეუგნებლად და მას აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება და აი დეპრესიამდეა მისული. აი რა უნდა ქნას? არა აქვს საშუალება რომ მივიდეს ფსიქოლოგთან. არ ყავს ისეთი მეგობარი, რომელიც ხარში დაუდგება. აი ასეთ შემთხვევაში როგორ დავეხმაროთ, რა ვურჩიოთ? დედა რა წყალწაღებული ადამიანი დახატეირება. არ არიან? არც ნო, ფარიცი, არ გაგიგია. იცი რა, არც მეგობარი, არც ახლობელი, არც მეზობელი, არც ისეთი მეგობარი არ ყავს, რომელიც მას სწორჩევას მისცემს. შეიძლება უთხრას დედა ესა მოგივიდა რა დაგმართი. იცი რა, ნუ ხო, რა თქმა უნდა, შეუძლია ასეთ ადამიანს თავის თავს დაეყნოს და თავის თავზე იმუშაოს. მეთოდი არ არის რამე, რომ რაღაცა აი სარკესთან დადგეს პრაქტიკული რჩევა არ შეგვიძლია მივცეთ. იცი რა, მე სარკესთან დადექი და შენ თავს უმეორე, რომ ვაიმე რა ლამაზი და რა კარგი ვარ, ცოტა სკეპტიკურად უყურებ მაგას, მაგრამ იმის გადახედვას, რომ ბავშვობაში მეუბნებიან, რომ შენგან არაფერი არ გამოვა, წინ რა უდგას. დაფიქრდი, ეს შენია თუ ჩაგიდეს? მართალია თუ არა? შენი მშობლების არის. მართალია თუ სადე? ხე მამაზე გამახსენდა, ნამეტანი პოზიტიური ტოქსიკურსაც უძახიან, დამოკიდებულებაც რო ყველაფერი გადასარევად არის. ეს ცოცხალი მიუთითებს ფსიქოლოგიურ რაღაცა პრობლემებს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა აუცილებლად, იმიტომ რომ ჯობია, როცა დააშავებს, უთხრა რომ დააშავა და აი ბავშვს მაგალითად არის ხოლმე მე ვიცოდი, ჩემი შვილები რო პატარები იყვნენ, რამეს რო აშავებდნენ, მეუბნებოდი. გაგამწარებ, დაგსჯი და არასოდეს
ჩემი გოგას მეგობარი მეუბნება გვანცა კარგი რა გეხვეწები ერთხელ დასაჯეო რა ბოლოს და ბოლოს აუსრულეო რა ისო ელოდებოდა შეთა შეიძლება საუბარი ამ თემაზე კი არ ნებისმიერზე დაუსრულებლად მაგრამ გადაცემა აღარ აქვს ჩემო ძვირფასო ძალიან დიდი მადლობა კიდევ გვესტუმრე ძალიან საინტერესო რჩევები წარმატებას გისურვებ დიდი მადლობა და ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს ხვალამდე მშვიდობები საუკეთესო სრული